ვალონტა ვადე 13 წლის. სწავლობ მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფრენბურთის თამაში, მუსიკა და ხატვა. მაგითი ყველაზე მეტად მიყვარს ფრენბურთის თამაში. ბავშვობიდან აღმომაჩნდა ფრენბურთის ნეჭი და სულ თამაშობ ფრენბურთს. სხვათა შორის ერთი ანიმეა ფრენბურთზე და მაგანაც მოახდინა გავლენა. ამ ანიმეს ქვია ჰაიკუი და სიამოვნებით ვიქნებოდი მთავარ გმირის ადგილას. სადაც ფრენბურთის მოედანს დავინახავ, ყველგან მინდება თამაში. ყველაზე კარგად გამომდის დაცვა. შედარებით მირჩდება ძლიერი პასის მიღება. სიამოვნებით ვითამაშებდი საქართველოს ნაკრებში 13 ნომრით. მე ასევე მიყვარს მუსიკა და 2 წელი ვსწავლობდი ბალანჩივაძის მუსიკალურ სკოლაში. მე იმიტომ გამოვიდი, რომ სამწუხაროდ დრო აღარ მყოფნით. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი იხარჯება ძირითადად სწავლაში. მუსიკალურში ვსწავლობდი პიანინოს დაკვრას და ძალიან მომწონდა. გული დამწყლა რომ გამოვედი, რადგან კარგი მასწავლებელიც ვყავდა და კონცერტებზეც დავდიოდი. ორჯერ მქონდა გამოცდა და 10-ჯერ კონცერტი. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ბაკურიანის კონცერტი, ალბათ მე-7 კონცერტი. იქ ვიმღეროდით, კარგადაც ვიმღერეთ და კარგადაც გავერთით. პიანინოს დაკვრა დავიწყე, ყველაზე მეტად გამიჭირდა 2 ხელით ჩქარა დაკვრა. ყველაზე ადვილი იყო ნელტებში ცალი ხელით დაკვრა. ჩემი მუსიკის მასწავლებელი იყო მზია მუჯირი. აი ეს ფორტეპიანოსი იყო და მუსიკის მანანა გაბაიძეო. ორივე ერთნაირად მხეარული და მკაცრი მასწავლებელი იყო. ჩემს სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგად ვერთობი, სწავლის ხრივაც ძალიან კარგია, მასწავლებლებიც ძალიან თბილები არიან. ჩემს სკოლაში ყველაზე მხიარულია სანდრო ქათამაძე. ყველაზე ჭკვიანია ლეო ალთინოქი. ყველაზე მშვიდია ანა მარია ჟუჟაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, პრანჭია და ბედნიერი. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე იტალიური ენა. საყვარელი მასწავლებელია მაია ინაიშვილი, რადგან ის არის ძალიან თბილი მასწავლებელი, მეგობრული, გაგიგებს, კაცრიც არის ხშირ შემთხვევაში, მაგრამ მაინც კარგი მასწავლებელია. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მოდელი. უფრო პატარა ვიყავი, მაშინ მინდოდა გამოსულიყავი რაპუნცელი. ახლა მინდა ვიყო 4 წლის, რადგან მომენატრა ბაღელები და ჩემი ბავშვობა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია, ჩემი 2 და და ძმა. მეტი და ძმა არ მინდა, იმიტომ რომ ესენიც ყოფილიან ნერვის ასასვლელად. ჩემი და არის 21 წლის და ქვია ლინდა. ის არის ლამაზი, მშვიდი, გამგები და მეგობრული. ჩემი ტყუპი და ძმა არიან 7 წლის. მათი არის მაუნე, ჭკვიანი და ცელკი. ნუცა არის პრანჭია, მშვიდი და ჭკვიანი. ჩემი აზრით ნუცა რო გაიზრდება, გამოამოციკავი და მათე ჯარისკაცი. მამიკო არის სიმპათიური, მშრომელი და მხიარული. მე ვარ მამიკოს კუკუ. დედა ჩემი არის ლამაზი, თბილი და განათლებული. მე ვარ საშუალო დონის დიასახლისი. საჭმელების გაკეთება კი ვიცი, მაგრამ ზოგჯერ სახლის დალაგება მეზარი. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 7 წლის და ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ჰოთ-დოგის გაკეთება. ჩემი საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი. ჩემი საყვარელი ფილმია მარტო სახლში. ხოთა შორის ძალიან ხშირად მინდა რომ მარტო ვიყო სახლში. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვარ თვითნასწავლი მხატვარი. ყველაზე ხშირად ვხატავ პეიზაჟებს. ჩემი საყვარელი ფერია შავი და არ მიყვარს ვარდისფერი, იმიტომ რომ ზედმეტად თბილი ფერია. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და დაახლოებით მაქვს 100 ცალი. მათ შორის არის ჩემი ბაღის დროინდელი ნახატები. ნახატები არასდროს არ გამიყიდია, მაგრამ ყველაზე ხშირად ვჩუქნი დედაჩემს. მეს მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. თვალის ბაბუა დღემდე მოდის ჩემთან და მოაქვს საჩუქრები. შარსა მაგალითად მაჩუქა სამაგიდოს ათამაშო და წელს მინდა მაჩუქოს ლეკვი. ჩემი ოცნების საჩუქარია ბოლო მოდელის აიფონი. ეზოსნო ჯოხრი მქონდეს გავხდებოდი მილიონერი. პირველი ფული რომ მექნებოდ დავეხმარები გაჭირებულ ადამიანებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი უსახლკარო მოხუცებს. პირადად ჩემთვის ვიყიდი ჩემი ოცნების სახლს. ეს იქნება სამსართულიანი ლამაზი სახლი, დიდი ეზოთი და დიდი აუზით. ელოში მეყოლება ბოლო მოდელის შავი BMW. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ლონდა რომ არ მერქვას რა მექმეოდა. მე ლონდა დამარქვა მამამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ლონდა რომ არ მექვას ალბათ მექმეოდა ემილი. ჩემს შვილებს დავარქმევ გოგოს ნუკის და ბიჭს ნიკას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად გავფრინდებოდი კოსმოსში ჩემს მეგობართან ერთად. ეს მეგობარი არის მეგი შავაძე. ბედნიერება არის ოჯახთან ერთად მოგზაურობა და მეგობრებთან ერთად კარგი დროის გატარება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.